თუ რაღაც ლელუს ვიდეოები და თუ რას ამბობსა და ანუ მაინტერესებს ერთი დადონ რაზეა საუბარი, ნახდეთ არ ვიცი რა. რაც შეეხება მარიამის თემას, რომ უშვილობებერი და რაღაცებს რო იძახის, ამაზე მინდა თქვენც იცოდეთ და გავაკეთო კომენტარი. ანუ იმდენად ვერ ტვინავს, ანუ ამ სიტყვას იყენებს როგორც შეურაცხყოფა თავის ჭკუაში. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც შვილი არ ყავთ, უნდათ არ ყავთ, ამისთვის შრომობენ. ანუ არ ტეხავს და როგორ თქვა, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის რა სიმართლე გითხრათ რა, ეს არ არის სალანძღავი სიტყვა. და მე მინდა მისმაგივრად მოვხადო იმ ადამიანებს ბოდიში, ვისაც მსგავსი სიტუაცია აქვთ. და უტვინო გოგომ გამოიტანა ეს თემა ძალიან ცუდად აქ. ასეთ თემებს ვფიქრობ, რომ საერთოდ არ უნდა ვეხებოდეთ არავინ, ეს არის ადამიანების ტკივილი. რაც შეეხება ჩემს თემას, მე არ მქონია სურვილი, რომ ყოლოდა შვილი. არ შევხვედრე ის მამაკაც, ვისაც გადაწყვეტი, რომ ამ ადამიანთან მეყოლებოდა შვილი, რომ ის კარგი მამა. როცა შევხვდები, გეტყვით. ხო და მოკლედ და აი ყველაფრის მერე მისი გულშემატკივრები ჩემს ვიდეოებზე, Facebook-ზე, რუსთავიორის ჰაუსის გვერდზე წერენ საშა, ანუ როგორც მარიამი ილანძღება, ისე ილანძღებიან და ძალიან გთხოვთ მოგიწოდებთ, რომ თავი შეიკავოთ ხალხნო, არ შეიძლება ასეთი ლანძღვა, ასეთი სიტყვები და არ ვიცი, სავარაუდოდ პატარები ხართ და ძალიან ცუდ მაგალითს იღებთ. და ანამდვილად არ შეიძლება. მე პირველად ჩავაბარეთ ტელეფონი, გთხოვთ ამ წამსვე ჩავაბარეთ ტელეფონი, იმიტომ რომ მე ყოველთვის პირველი ვაბარებ. აბა ჩქარა დავასრულოთ, ეხლა თორე ჩემი პოლის ჯოხი მოვიდა. დროზე ჩავაბარეთ ტელეფონი. მადლობა ხალხნო. ძალიან დიდი მადლობა. რამხია 30 წამი კიდე გაქვს. შინაურობაში. ძალიან დიდი მადლობა ხალხნო. ყველაფრისთვის. მიყვარხართ. ეს როგორც გვიყვარს. მე ჩვენი ლამაზი თავსკასული ასული. ძალიან მიყვარხართ, მაბედნიერებთ და ძალიან გთხოვთ, ყოველთვის დააფიქსრეთ თქვენი აზრი. ჩემ გულშემატკივრებს მიმართავ ახლა კონკრეტულად. რომ არის სხვისი გულშემატკივარი არ ვიცი, ჩემები სულ კარგს წერენ რა, რასაც ხედავ ხოლმე რა და ძალიან გთხოვთ, არ შეწყვიტოთ, იყავით კარგები და სხვისნაირად არ მიაყენოთ სხვა მონაწილეებს შეურაცხყოფა. ძალიან გთხოვთ. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენთაგანის მონაწილის გულშემატკივარი არის ჩვენი სახე და ჩვენ ვართ თქვენი სახე. და რადგან მე აქ არ ვილანძღები და უზრდელურ სიტყვებს არ ვამბობ, თქვენს ძალიან გთხოვთ, არავის არ მიაყენოთ შეურაცხყოფა, მაგრამ ჩემსავით შეგიძლიათ არგუმენტირებულად დაუწეროთ რაც გინდათ, მაგრამ არა სიტყვიერ შეურაცხყოფა. ძალიან გთხოვთ, მიყვარხართ, მაბედნიერებთ და ჩემი мотиваცია ხართ თითოეული თქვენგანი, ვინც აქ მიწერთ კომენტარს, ვინც ჩემს TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე წერთ, ანუ მიყვარხართ მართლა ძალიან და გაფასებთ. და მე არ შეგარცხვენთ, ჩემს გულშემატკივრებს მე არ შევარცხვენ. კარგად.